დარმაცით სიახოს შეყარებული. Ვაიმე, ჩემი ტელეფონი სად არის? აუ, მაგი დაზედებს. Siri, call Nodo. Allo, ცია გისმენ? Nodo, რა შობი როგორ ხარ? აი, ვემზადები ახლა და სადაც მითხარი შეგხვდები ნახევარსაათში. კაი, გელოდები. Siri. ბოდიში? არა, შენ არ გეუბნები. Siri, turn off the call. ვაიმე, დღეს პაემანი მაქვს საურა მაგარია, აუ, ეს ბედნიერებაც რომ ღლის. აი, შედი. Surprise! ვაიმე, რა ხდება? აქ ისევ ისეთი ამბებია, რა. გოგო. აქ მგონი არავინ არ ცხოვრობს. აი რა არ ცხოვრობს ახლა სად წავიდო და ის ქალბატონი შენი აზრით იყო სადმე წამხვრელი? ვაიმე, აქ ისეთი ამბავია, რომ არ ამგონია რამე ცოცხალი ორგანიზმის ცხოვრობდეს და არსებობდეს საერთოდ. ქვა. სად არის მართლა? არის ვითომ სახლში ხა? მაინც დამაყვირეს რა. ცოცხალი ხარ გოგო შენ? აუ გადახადა, ეს რა იყო ქციოდა თუ რა ხდება? გოგო, ერთი კვირაა გირეკავ. და რატო არ მპასუხებ აგაფეთქე? გოგო, ის ტელეფონი წამართვეს ვირთხებმა და გაიქცნეს სახლიდან. რაკნეს გაიქცნენ ვირთხებისაც წავიდნენ. აი მე არ ვიცი, ორი კვირა არ გამოჩენია და ძალიან ნერვიულობ. გოგო, გაიქცეოდნენ ვირთხები, აბა რა იქნებოდა? აქ რომელი თავმოყარე ვირთხა გაჩერდება? აუ რავი გოგოებო, ეხა მივლაგდი ცოტა. დღეს პაემანი მაქვს, ბიჭი უნდა მოვიდეს. ანუ ეს არის მილაგებული, კიდე კაი რომ მანამდე არ ამოვედით. გოგო, ერთი სუთი ხა. მილაგება კი არა და ბიჭი უნდა ნახო, ქმარი ხო ხავს შენ კიდე, ქმარს რა ფიქრები? ხო, ქმარი მყავს, მაგრამ აღარ მიყვარს, ვეღარ ვუგებ. გოგო და ჯერ გაშორდი იმ ქმარს და მერე შეხვდი ახალს და მერე გათხოვდი. უხერხული არ არიცია? ხო, უხერხული არის, მაგრამ დამეზარა რა, ეხა ადექი, ჩაიცვი, იუსტიციაში წადი, ხელი გააწერე. აიმე, იყოს ისიც რა. ვაიმე, ეხა მართლა ცოტა აზრზე მოდი რა, რას გავხარ, შეხედე შენ თავს რა. წამოდექი, გაიარე, გამოიარე, თორე ნაშხლართები გაგიჩნდება, გოგო. აწოლები ქვია მაგას საერთოდ. ეს ეხა წამოწოლვის გავს? წამოშხლართულია შეხედე. ამიტომ ნაშხლართები გაუჩნდება. ძალიან ტვინს მიბულღავთ უკვე რა. ანუ იმიტომ გეუბნებით ადექიო, რომ რა ვიცი, შენ თვითონ თქვი პაემანი და ბიჭს ველოდებიო და რავი ასე უნდა დახვდე, ეხა ბიჭს თუ რა ხდება? მე ანა, თუ ყველაფერი კარგად წავიდა, მე ხო მაინც დაწოლა მიწევს. დამიწვევი ბარემ რა. ხო, ეგეც მართალია მაშინ. გოგო, ამ სახლში ბიჭი როგორ დაპატიჟე პაემაზე, სადმე სხვაგან მაინც შეხვედროდი? რას გავს აქაურობა ცია? მე რა მოხდა, რა უჭირს? რა უჭირს, გოგო, დაურეკე სანამოვა ტეტანუსსაც რა გაიკეთოს, რამე არ შეერჭოს და არ მოგიკვდეს ის ბიჭი შენთვის არ გიდა? აი ერთი ნო. რა ხდება? ეს რა იყო? არაფერი, ნაგავსაყრელში ეშლებათ ხოლმე და ხანდახან აქცია მაგას პრობლემა. ეშლებათ? არ ეშლებათ. ერთ მე მგონი არ ეშლებათ. ვაიმე, გოგო, არ გწხვენია ახალგაზრდა გოგო, რანაირად ხარ, საერთოდ ასე უნდა დახვდე იმ ბიჭს რა. ცოტა თავს მიხედე რა. მე ამდენი ბლაბლაბლით როგორ არიღლებით რა. აუ თქვენი მირჩიეთ, ეხლა რა გავიხადო? რა გაიხადო თუ რა ჩაიცვა? არა, ნუ ახლა მაგაზე აი წინასწარ რომ დავფიქრდი, დამეზარა რა, ეს რაღაცა რა უნდა
წინასწარ ჩავიცვი 5 რაღაცა, 5 კოპთა. აი რა. ხო და რა გავიხადო? აუ მე რო კაბა გაჩუქი გახსავს? აი რა ისეთი რაღაცა ჭრელი, ლამაზი საყელო რო ქონდა. ხო. ეგ ჩაიცვი რა. სად არის? მოგიტან. მიდი აი შკაფში დევს, მიდი აბა მოიტან. აქეთ? ხო, ეგ შკაფში დევს. იმ ოთახში არ შეხვიდე. არა, იქ არ შევდივარ, არა. ვაიმე დაწყრიალებული მაქვს. ცია. ხო. ეს რა ჯანდაბაა? ვაიმე ჩილვა შეჭამო. ჩილმა თუ ჩუჩილებმა თუ ჩილებმა თუ რა აუ ჩილს რამე ხო არ მოვა. აიმე ცია. არ მოგივიდეს რა. აკაიკაბა იყო როგორ მიყვარდა. ვარ ხოლმე კარგად გამოვიყურებე. ვაიმე მე მგონი მოვიდა, ხო კარგად გამოვიყურებე გოგო. ნუ გააჩნია ხა კარგში შენ რას გულისხმობ თუ აი მოუწესრიგებელ ადამიანს გულისხმობ რომელიც წლები ასაწოლიდან არ ამდგარა კი ნამდვილად კარგად გამოვიყურებე. იდეალურად. გაუღე რა. გავეპანჭავე. გაეპანჭა ხო. გამარჯობა. მომძანდი. გოგო. ცხოვრებაში რას გულისხმობთ გააჩნიათ რა ისე კი. შემობძანდით. ჩვენ მეგობრები ვართ. ვაკეთების მესამე მასივში, მეოთხე კორპუსის მეხუთე სართულზე გლდანის ნაგავსაყრელი რატოა? აქ გადმოიტანეს? კარგი იუმორი ეგზა. შემობძანდით. ცია. ნუ და გამარჯობა, გამიხარდა შენი ნახვა. მეც და აი ეს ყვავილები სად იქეთ მიაგდე სადმე, მიაგდე, არ არის პრობლემა. ესე? ხო. როგორ გიხდება ცია? მზეს უმზირიანები ზედა ძალიან სპეციალურად შენთვის აი ესე გავემზადე. არ გადავიბეთყე. ისა გოგო ადიქი სირცხვილია. კაი, რა, თვითონ დაწვეს. გოგო რა თვითონ დაწვეს ადიქი აფრეს. რამე თავმოყვარეობა მაქვს. ისა ცია ბოდიში, მაგრამ Facebook-ზე სხვანაირად გამოიყურებოდი და რა ვიცი. ხო, Facebook-ზე 5 დღის წინანდელი ფოტოები მიდევს და 5 დღეში ძალიან ბევრი რამე შეიძლება მოხდეს. მაგალითად, ჩემთან ვირთხებს პატარა შეეძინათ, კოალები მოვიდნენ, მინდორი აბიბინდა, ვიღაცამ რაღაცაში ფეხი ჩაადგა და გაიჭენდა და მოკლედ მელიების შემოსევა მქონდა და 1000 რაღაცა კიდე. რა იყო, რა საძებ, რას უყურებე? აი მე რა არის, ნუ ანუ ოდნავარეული სახლი პირველად ნახე? არა, ოდნავარეული სახლი პირველად ვნახე, მაგრამ აი Facebook-იდან სურათებს რომ მიგზავნიდი, ანუ Messenger-ში, აი მაგას ვერ ხვდები ის ადგილს, იმ ადგილს ვეძებ, საიდანაც იღებდი და მიყრიდი იმ სურათებს მე რა. აი მე შესულელო Photoshop-ს ვიყენებდი. ერთი ფოტოს გამო ამდგებოდი ფეხს, როგორ ფიქრობ? აუ, ყავას ხო არ დალევ? არა, მე ის მიკვირს თქვენ როგორ სვათ ყავას აქტორე, მე დავლევ ახლა. აი პირველად ვარ სახში გოგოსთან, საიდანაც ძალიან მალე მინდა რომ გავიქცე რა. მე თუ არ გარბიხართ? არა, მე შინია რა, მე ისეც ფეხი არ დავადო, რომ არ შემერჭოს და განგრენა არ დამემართოს, თორე გავიქცეოდი. სწორად გესწრაფ. აი ხო გმობდი ტეტანისა და ურეკეთ ხო. გისმენცია? ესე ქალში ასაფასებ. ნუ იუმორის გზნობას ვაფასებდი სანამ აქ შემოვიდოდი, მაგრამ ეხლა იმუნიტეტს. ძალიან მაგარი იმუნიტეტი გაქცია, მინდა გითხრა რა. აუ, ნუ დრო არ მეზარებოდეს, შევიფერებდი და გამიწითლდებოდა ლოყუჩები. ეს თაკო არ არის? აი, ხარეს უნდა გავიდე. თაკო. ვაიმე, როგორ ხარ? ჯერ როგორ ხარ, ანა, როგორ ხარ? გოგო. რა ვიცი, არა მიშა. აქ
სად მიდიხარ? რა გინდა აქ? გოგო, ბებია და დამეღუპა დავკრძალეთ და სასაფლაოზე მივდივარ. აი რა. შუშანა ბებო. მე როგორ მეწყინა. აუ ძალიან გვიყვარდა ხო იცი, აუ ძალიან მეწყინა, მაგრამ აქ სასაფლაო აქ არ. ანუ შეგიშალ. ხო, იქით არის სასაფლაო, კი. გოგოებო, იქეთ ის დიდი ოთახი რომ მქონდა. მაინც ტყუილად იყო, ტყემ გადაიარა და ბარემ სასაფლაო მივცხერა. გოგოებო, ხო იცით შუშანაბებოს როგორ უყვარდით და წამოდით თუ გინდა თქვენს გაუხარდება იმიერში. ხო, წამოვიდოდით, მაგრამ ყვავილების გარეშე შუშანაბებოს საფლავზე. ყვავილები გვერდით საძინებელშია, თაროზე, ოღონდ სხვადასხვა ჯიშია და ის ყვითელი არ მოწყვიტოთ იკბინება. ხო, იქ არის საძინებელი. მოვალთ მე. კაი, წავალ. ჯერ ხო აქ ხართ და გოგო რა? ოპა, ერთი წუთი. გარდა იმისა, რომ ამ სახლში სოკოს წარმოქმნის დიდი რისკია, აქ ოთახში სასაფლაო გაგახსნილი? ხო, ბუთუთიკო და ფანჯარასაც ვერ ვაღებ არწივის ბუდის გამო. აი ეხლა საერთოდ არ გამიკვირდება მოთევზავე კაცი რომ შემოვიდეს და შენ ზალაში რომ ჭაობია, იქ თევზი არ იჭირებაო რო თქვას რა. აი საერთოდ არ გამიკვირდება რა. აი, ძალიან კარგი დღე იყო. კილონახევარი საზანი დავიჭირე სხვათა შორის მეგობრებო. აბა, დროებით შემოგებით რა არ გამიკვირდება. წავედი მე რა. ნოდო არ ხვიდე. სადა რა? არ წანხვიდე და ნუდებს გაჩვენე. ნოდო! ნუდები. ნუდები? გინდა? კაი. ხო. არა წავედი რა. აი, ფეხში რაღაცა შემერჩო. რაღაცა შეეჭო, გოგო ტეტანუსი აიცრას ხო გითხ. ესეთი რა შეერჭო. ვაიმე, მოკოდა? აუ რა გდია, ეგეთი უკვე მეშვიდეა. რა? ხო, არა უშავს, მიდი გაიტანეთ სასაფლაოზე მიაგდე და სვამები მიხედავენ მაგ. ხო, მე ჩუნდა გავიტანეთ. ზოიმ რა ხოლა არის? თან მიდი მომეხმარე. მოდი. მოიცადე. აი, ეს არა მირია, დაალაგებული სადღაც ვიღაცის სახლში. მოგესალმებით ჩვენო ერთხულო მაყურებელო. ეს არის ток-შოუ გრძნობიარე კრიმინალი. დღეს სრულიად განსხვავებული გადაცემა გვექნება. დღეს ვეცდები რომ დაგანახოთ კრიმინალის სხვა ნათელი მხარე. დიახ, მე გადავწყვიტე მოგიყვეთ კრიმინალი ბიჭების ისტორია და გაგაცნოთ ისინი სულ სხვანაირები, გულჩვილები, უსუსურები, შეყვარებულები, პოეტურები და ჰუმანურები, რაც ერთი შეხედვით შეუმჩნეველია. თუმცა ამას ვერ ვიზამდი, რომ არა ჩვენი სპონსორი. და ჩვენი გადაცემის გენერალური სპონსორია ნახალოვკის უბნის ოფშიაკი. ნახალოვკის ოფშიაკი კაი ბიჭების სიმშვიდის გარანტი. ახლა კი მივესალმოთ ჩვენი პირველი სტუმარია კრიმინალი პონჩიკიჩი. მობრძანდით ბატონო პონჩიკიჩი. გამარჯობა. ეს სანამ გადაცემას დავიწყო, შემოდაია, მე მინდა ერთი საჩუქარი გადმოგცე. მიყვართ საჩუქრები. ეს საათი შენ ჩემგან. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან ლამაზი და ძვირფასია. მაგი რო იცოდე ვისი სახლიდანაა წამოღებული, უფრო გაგიჟდებოდი და უფრო მოგეწონებოდა და. და ვისი სახლიდან არის? მაგას ვერ გეტყვი, ახლა ჩაწერის მერე გეტყვი, არაა პრობლემა. მე მესმის თქვენი პროფესიული თავშეკავება, მაგრამ იცით, აქ ჩვენთან საუბარი არ არის. მაშინ შაკირა და პიკეს სახლიდან არ წამოღებული. ძალიან დიდი მადლობა გთხოვთ. დაბრძანეთ და დავიწყოთ ჩვენი საუბარი. იხარე. ბატონო პონჩიკიჩ, მოგვიყევით თქვენი ერთი სევდიანი ისტორია. ავიცი, короче, ბევრი ძალიან მარტივად უყურებს ჩვენ საქმეს რა და ჩვენ პროფესიას, არა და ვაფშე არა ასე მარტივ. ერთხელ ერთი 3 თვე ვაკვირდებოდი ერთ სახლს რა და შევისწავლე ყველაფერი, ვინ როდის გადიოდა, ვინ როდის შედიოდა. ხო და გადავწყვიტე ამ დავალებაზე წავსულიყავი რა, სიმონა. შევედი სახლში, სიმონა, რას ვხედავ რა?
მოხუცი ხალი არ წერს ლოგინში და ანტონ მოხვედიო იმენიკერან და ვიზახ. კარგი, დავშვიდით, მე მესმის თქვენი. არა ძალიან რთული იყო მართლა ეს. მესმის თქვენი და მე ალბათ ამ სახლიდან ადექით და წამოხვედით, ხო? არა რა წამოვედი გამოვზიდე ყველაფერი თუ რამე იყო წამოსაღებ საერთოდ ყველაფერი წამოიღე მხოლოდ ორი რაღაცა დაუტოვე იმ მოხუც თავთან რა. რა საინტერესოა, რა დაუტოვეთ? ბულკი და მაწვი. კარგით დამშვიდით. ღმერთო ჩემო, რამხელა ჰუმანიზმია. ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ აი საყაჩაღოდ შეხვედით ოჯახში და ოჯახის წევრები დაგვხვდნენ სახლში. მაგის მეტი რა ყოფილა გას. ერთს გევიხსენებ, გერმანიაში ვიყავით რა და ერთ სახლში შევედით რა გერმანიაში და მოხუცის ორქმალი არ დაგვხვდა სახლში, მაგრად ინერვიულეს თავიდან მაგრად შეეშინდათ, მაგრამ მე რომ მიხვდნენ რომ ქართველები ვიყავით, ალბანელები ვარ ვიყავით, ცოტა მოეშვა. ცოტა მოეშვა და თავის ხელით გამოზიდეს თუ რამე ნივთი ქონდათ ყველაფერი რა და მეც მოუხვი ამ ნივთებს ხელი და წამოვედი, უნდა წამოსულიყავი, მაგრამ მე თქვი ასე ხო არ წავალ თქო და მოუბრუნდი და ერთი-ორი შემოულაწუნე, მაგათ კაფე ერთი ორი მეორე და გამოვბრუნდი და წამოვედი. და ამ შემოლაწუნებაზე რა რეაქცია გქონდათ? არანაირი არაფერი, ისა, რავი, გზადამილოცეს და გამომიშვეს და მე წამოვედი რა. ხო, აი ასე ვუყვარვართ ჩვენს მეგობრებს ევროპაში. და ასე უთანაგრძნობენ კრიმინალს, ამ ურთულეს და უძველეს პროფესიას. დიდი მადლობა მათ და ყოველთვის ახსოვდეთ, რომ მათი ქონება ასეთი ღირსეული კრიმინალების ხელშია. სანამ მეორე სტუმარზე გადავალ, მანამდე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სპონსორია მაყურებელი სოჩიკა. მაყურებელი სოჩიკა ის უყურებს, თქვენ მშვიდად ხართ. ახლა კი ჩვენი მეორე სტუმარი, ყველასათვის საყვარელი კრიმინალური ავტორიტეტი, ტიტე გარადოქსკი. მობრძანდით ბატონო ტიტე. ტიტე მოსულა. მადლობა. მადლობა მობრძანებისთვის. ბატონო ტიტე, მომიყევით. როგორ დაიწყო თქვენი კრიმინალური ვოიაჟი? თავიდან სტანდარტული ფრაზით დაიწყო. შენ ოღონდ აქამდე ჩამოდი და დალში ყველაფერი მაგრად იქნება. და თქვენც ჩახვედით. კი, ჩავედი, მაგრამ მე უკვე ყველაფერი მაგრად ვერ იყო. მე ძალიან კარგად მესმის შენ, ეგზაგვა გამოვლილი სულ ყველა თითქმის. ეგრეა. ახლა თქვენთვის მძიმე თემას მინდა შევეხო. მე ვიცი, რომ თქვენი პაძელნიკი თქვენს თვალწინ დაიჭირეს. როგორ მოხდა ეს? დავშვიდით. გისმენთ. ევროპაში ვიყავით ჩასულები და 8 დღით ვიყავით. თვითონ $28,000 ტავარი გამოვზიდეთ რა. ყველაფერი კარგად მიდიოდა. ბედნიერები ვიყავით. მაგრამ მე მარკეტში შევედით. სნიკერსი მოიპარა და კონსულტანტმა დაინახა. ვიცი რომ გინწით, დამშვიდით ბატონო. აი მე თვითონ არ მჯერა ეხლა რაც ჩემს გადაცემაში ხდება. თქვენმა ისტორიამ როგორც ჩანს, ყველას გულამდე მიაღწია და ყველა შეძრა. მე ახლა მაცნობეს, რომ გადაცემის მსვლელობისას პირდაპირ ეთერში დარეკა ერთმა ძალიან კარგმა პიროვნებამ. მან ინკოგნიტოდ დარჩენა გადაწყვიტა და გადმოგცა საჩუქარი, რომელსაც ახლა მე თქვენ გადმოგცემთ. ატმიჭკების ნაკრები. საჩუქარიც ამას ქვია, გილოსა. ძალიან დიდი მადლობა. რომ იყავით ჩემი სტუმრები და დაგემშვიდობებით. გაიხარეთ ბატონო, კარგად განდევნა. ორვესი მადლობა. ჩვენი შემდეგი სტუმარია კრიმინალური წარსულის მქონე პიროვნება. ადამიანი, რომელმაც იმდენჯერ მოიხადა სროკი, რომ პურისგან ოროთახიანი ბინა აქვს გაკეთებული. მივესალმოთ კრიმინალური ავტორიტეტი ვასილ ვაკინსკი. მობრძანდით. ძალიან მიხარია რომ ჩემი სტუმარი ხარ. გამარჯობა. დაბრძანდით. პირიქით დიდი მადლობა. ბატონო ვასილ, რას ეტყოდით ახალგაზრდებს, რომლებიც ახლა თქვენ გიყურებენ?
რავი, ძარცვა რა ბრანსი, რავი. ვასილ, როცა პირველი ჯგუფური ძარცვა ჩაიდინეთ, ვინმეს მოუყევით ამის შესახებ? პირველი ძარცვა ეხა ბუნდოვნად მახსოვს, როდის იყო რა. მალალეთ გავიყავე მაშინ, მაგრამ ნუ კი მახსოვს, ჩემი ბავშვობის მეგობარი იყო რა. კრიმინალ პოლიციაში მუშაობდა რა და მაგას მოუყევი რა, ვენდობოდი და მაგიტომ რა. და როგორ ფიქრობთ? ეს არ არის? რავი, ინდივიდუალურია რა. ვისთვის როგორ ხა, რა ვიცი აბა. საინტერესო ცხოვრება გაქვთ ძალიან. ბატონო ვასილ, თქვენ ხართ ნიჭიერი ადამიანი და ჰობი თუ გაქვთ რამე ისეთი რაც ჩვენ არ ვიცით. რავი, ჰობი ეხა რავი, რასაც საქმიანობა და რავი, თუ ხობა შეიძლება რომ ჩაიდვალოს ლექსებს წერა, პოეტიც. ძალიან საინტერესოა, ძალიან. პირველად მყავს გადაცემაში კრიმინალური პოეტი. მოდი წაგვიკითხეთ ერთი ლექსი, ბატონო ვასილ. ეხა რაც მახსენდება, მაშინ ამას წაგიკითხავთ, ეხლა უცებ. ბერლინში გოგონა გავიცანი. გოგონა ნახატი კალმისანი, მისი ბეჭედი და ყესაბამი სამშაბათს გამიხდეს აფიცარი. 4 შაბათს სახლში ავიყვანე, კიბეზე კინაღამ რომ წავიქეცი. ცოტა დავლიე და სექსის ნაცვლად ტანზე გავხადე და გავიქეცი. მერე რა ვიცი, გავიქეცი რა და მერე დამიჭირეს და გამსრუკეს რა. ანუ ტანსაცმლის გამო დაგიჭირეს ბერლინში? არა, ბერლინელი პოლიციელები მაგარი სტულელები არიან. აქ დამიჭირეს ჩვენებმა რა. აქ რომ ჩამოვედი, ეგრევე წამალი ჩამინეს და დამიჭირეს, ხო? კარგით, ბატონო ვასილ, მე თქვენთვის სიურპრიზი მაქვს. დიახ. ახლა სტუდიაში შემოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. ვისი აქტიური მუშაობის შედეგადაც თქვენ დაგაკავეს. მაშასე თქვენი დამკავებელი პოლიციელი სტუდიაში. მადლობა ქალბატონო. მოგესალმებით. მადლობა რომ მოხვედით სტუმრად გადაცემაში. მივესალმები მაყურებელს. მე ვიცი დავიწყოთ საუბარი. დიახ. მე ვიცი რომ თქვენ დიდი ხანი უთვალთვალებდით ვასილს. ხო? ნუ 2 წელი უთვალთვალებდი ვასილს და 2 წლიანი თვალთვალის შედეგად მივხვდი რომ ვასილი არის ძალიან კარგი ადამიანი. მაზალიან მაგრად უყვარს თავისი მეგობრები. ხანდახან ჩემს კოდაში ქვითინებდი კიდეც თუ რამხელა გზნობა ნამდვილი ჭეშმარიტი მეგობრული სიყვარული რა. და ბოლოს ფაქტზე დაიჭირეთ? ნუ ფაქტზე ვერ დავიჭირე, ვერანაირ კრიმინალში დავდე ბრალი და იძულებული გავხდი რომ პატარა წამლის პაკეტი ჩამეცურებინა მის ჯიბეში. და წამლის პაკეტთან ერთად პატარა წერილი ჩავაყოლე, რომელსაც თუნებას დამთავრდ ექსკლუზიურად თქვენი მაყურებლისთვის წავიკითხავ. ექსკლუზიურად ჩვენს გადაცემაში წაიკითხავს წერილს, რომელიც მან დაკავებულს ჩაუდო ნარკოტიკთან ერთად. გისმენთ? ზვირფასო ვასილი, ჩემო უცნობო მეგობარო. მიუხედავად იმისა, რომ შენ ყველასგან გამოირჩევი ადამიანური თვისებებით, იძულებული ვარ ეს პატარა ნარკოტიკი ჯიბეში ჩაგიდო. და ამის საფუძველზე 9 წლიანი სროკი მოგისაჯო. ეს იმიტომ რომ ჯერ პირველ რიგში მინდა ჩემს გვერდით ყავდე მეგობარო და მერე იმიტომ რომ ჩადების გარეშე ცხოვრება არ შემიძლია. ჩათვალე ეს ჩემ ძალიან დიდ ნაკლად. მიყვარხარ. კოცი. შენი ბაჩო ბუჩუკუ. სასწაული წერილი. და თუ შეიძლება მე მინდა გადავიხიო წერილი. გადავიხიო ბატონ ვასილს აუცილებლად. მოდი მეგობარო ჩემთან რა. რამხელა სიყვარულს გამოხატავს ადამიანი. ხელი გაწიე. ბიჭო რამდენს ბლატა. აი, ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი ეთერი. რომანტიკული, თბილი, სენსიტიური და მაინც კრიმინალური. იმედია, ცოტათი შეგაყვარეთ კრიმინალი. შევხვდებით მომავალ შაბათს. დროებით. ბიჭო, ბარიატრიული კლინიკა. შენგენაცვალე, როგორ ხარ ბიჭო? რავი, როგორც ყოველთვის მუშაობ, რა ვიცი. ვა რა, შენ? ო,
რა ძველებურად რა ვიცი ვარ. ხო ხარ ისე შენ ლომივით, ო, ჯიგარო. ესე იგი გადაწყვიტე მაინც ბარიატრიის გაკეთება, ხო? ძალიან კაი. ოჩახ. მოდი მე ჩემთან კაცო, მაგის მეცას ვაკეთებ. ჩემზე გამოსული ბარიატრიაში არავინ არა, ოიცი. რას ამბობ, ძმა, აგერ თუ გინდა ხა გაგიშლი კომპიუტერზე სიას 261 კაცისთვისმა გაკეთებული ბარიატრია. ყველა კმაყოფილია. ჩამოვათხელეს უყველა, აბა რა, წიწკები გავხადე. კაცო, შენ ჩემამდე მოდი და შენ კუც ვაქცევ კუჭმაჭას. მეტი რა გითხრა ძმაო? ო, 261 კაც გავუკეთე ძმაო, 261 კაც. შენ ძახს რომ ამდენი ნაბული გაეკეთებია ზაფხულში ხო? ჩაგოთმებოდა ნადირობაში, მაგრამ არ მივარგა ძაღლი. რაც პატრონია, ის ძაღლია და მოდი ჩემამდე მოდი. მოდი ძმაო, შენ ჩემამდე მოდი და კარგი, ექიმთან გადაგამისამართებ. აბა მე ჩემი ტერიმენდო. გეხუმრები ბიჭო, გეხუმრები, მოდი, მოგეჩინია, მოდი. მოდი ჩამოგათხელე, მოდი, მომზადით. გამარჯობა, მეგობარს ვესაუბრებოდი, მომზადით, დამზადით. როგორ იკითხოთ? გამარჯობა ხალხო, მომზადით, დამზადით, პირ ისმენ. მოკლედ ვასვექიმო. ვინ მოგასწავლათ ჩემთან? ესე გავიკითხეთ და ბარიატრის ყველაზე მაგარ ოპერაციას ვაკეთებ მე. თუ ვინმე საქართველოში გამختარია, ყველა ჩემი დამსახურებით არ გამختარი, ვიცი. მართლა. აბა რა. ხო და აი ბარიატრიის თაობაზე ვართ ჩვენც მოსულები. კი, ისე გეტყობათ, რომ ოპერაცია გასაკეთებელი გაქვთ, სიმართლე გითხრათ, მომატებული. ნუ უკეთესი იქნება თუ ჩამოვათხელებთ, კი. პრობლემა არის, აი ნახat შეხედეთ. არა, იცით ეს არა. რაში არის გეშლებათ, იცით, ჩემს მეუღლეს არ უნდა ბარიატრია. მე მინდა რომ გავიკეთო ოპერაცია. თქვენ გინდათ ბარიატრია გაიკეთო? მე მინდა, ჩემი მეგობრის ქორწილია ზაფხულში და 300 გრამი მაქვს დასაკლები აუცილებლად. რაღაცა ეს ბარიატრიის არაფერი არ ეთყობა, ეხლა ამასო ბარიატრია. მოდი ავიწუროთ მაინც, აბა ჯერ, აბა. შეიძლება რომ დადგეთ სასწორს, აბა მინდა თიცოთი მაჩვენეთ, აბა. 54 კილო, მაინც რთულია, იცით? არის ხო 54 კილო, მაინც გასაკეთებელია, რა არის ესე უცებ რა არის? არ არის საერთოდ კარგი, როცა დაბალ წონაზე ვაკეთებთ ამას. დაბალი წონა მაქვს. ანუ არ არის მაგისტრის ხდებით, იმიტომ რომ მე რო რაღაცა იყოს. იცოდი? ახალია, ხო? მერტო შეგარგოთ, მაგრამ მაინც მან მგონი ხა მაგ ფუნთუშამ გიშველოს. რა მაინტერესებს? პრობლემა კი არა, მე გავაკეთებ ოპერაციას, მაგრამ ბევრი რისკები არის. ხო, ოპერაციას მოსდევს ძალიან ბევრი რისკი. ხო ხტები? ეს რა თქმა უნდა და თქვენ დაზღვევით ხართ, ხო? ფულს ვიხდით, ფულს. ფულს ვიხდით? მაშინ მოდი გავრისკოთ. ჩემს ადგილას რო წარმოვიდგინოთ ეხლა თავი, აი როგორც კაცს გეკითხები, აი თქვენს ცოლს რო 300 გრამი მოემატებინა. ხო? მაგისტრის კუჩს მოვაჭრიდი? კუჩს არა, მაგრამ ენას მოვაჭრიდი. ქალს ღუბავს ენა რო იცოდეთ. ენა ღუბავს ქალს. მე ხო არ მოვაჭრთ ამასაც 300 გრამი კი იქნება ენა ისეა? მიირთვით. სხვათა შორის ძალიან კარგი ბულკები ცხება ჩვენთან ისეში. ძალიან კარგი. შეგერგოთ. გამიჭეთებთ ხო? გაგიკეთე ყველანაირ ეს მომზადით რა. გამარჯობა ვასუექიმო. ილარიოს ვერაცვალე, როგორ ახარ? კარგად, თქვენ როგორ ბრძანდებით? რა შევი, როგორ ხარ? რავი, აი თქვენი წყალობით ძალიან კარგად და მაგიტომ მოვედი რომ მადლობა გადამეხადა თქვენთვის. რა კარგად გამოიყურები, ბიჭო, ერთი შეგაჯანჯა. ოყების როგორ გამხარა, ბიჭო, შეგენახე რა, წიწკი ხარ რა. გაიხარეთ ვასუექიმო, ძალიან დიდი მადლობა და მოდი აღარ მოგასცენ და მე დაგტოვებთ, ხო, უბრალოდ ძალიან დიდი მადლობა მინდოდა რომ მე თქვა თქვენ. არაფრის, ილარიოს ნახვამდის. კარგად იყავ. მოიცეკას ვისე წაყოლა არ მაგოცე? არა. კარგად. ნახვამდის. მოდი თქვენ ისიქი. დაგეთ რა ილარიოს გარე. რა ვისელაპარაკე. ეს არის ყველაზე მაგარი პაციენტი ჩემთვის. ყველაზე მაგარი და ყველაზე აი როგორ აგიხსნათ კუჭი მოვაჭერი მთლიანად და პირდაპირ საყლაპავი მივუვები სწორ ნაწლავს. უცებ ასე გადავკვანზე. თითქოს მეტი წავიდე. ლანდია კაცი დარჩენ. შეატყვე და გავინი იყო მოსული? აუ მინდა მე. რა გინდა გოგო, არ გადაამრიო, რა გინდა გოგო? როგორ არა შეხედე რა კარგად გამოიყურე. რა გამოიყურებოდა კარგად გოგო, რა? რა ვიცი ხო, რა მინდა ეგ. ჩხუბი არ გინდა, მოდი ჯერ თქვენ დაილაპარაკეთ. მომძანდით ჯერ თქვენ დაილაპარაკეთ და მე იმას აკეთებ. შეიძლება? ო, გამარჯობა. როგორ ახარ? აი, აბა დატრიალდი, აგე, შეხედე, აბა, აქედან კარგად ჩანს?
აუ მიდი ბედნიერი. ვასვეკი გახსოვთ ბარიატრია გავიკეთე რამოდენიმე თვის წინ თქვენთან. კი ბატონო, მახსოვს. 600 კილო დავიკელი სხვათა შორის. 600 კილოა დაგლებული. აბა, ადრიალდი. სხვათა შორის ამის ძმასაც გავუკეთე ოპერაცია, რაღაც მას უკვე დას. რაჩობა შეინდა როგორ არის? კარგად არის ბატონო. ძალიან ბედნიერია. შოთიკო ხო? არა, შოკა. უკვე შოკაა, ძალიან კარგი. ძალიან კარგი ძმა ყავდა ამას. ძალიან კარგი ძმა ყავდა, უბრალოდ პატარა манипуляცია და უკვე რაღაცა. უკვე კარგად. მაგრამ ეხლა რატომ მოვედი? დიახ. 3 კილოს დაკლება მინდა. აი გავიყინე და ვეღარ ვიკლებ 3 კილოს. გეხვეწებით დამიხმარეთ. როგორ გაყინა? მოდი რა ქვია, მოდი კიდე ამოვჭოთ მაშინ რა. კუჭი კიდე ჩამოვჭოთ. ცოტა ჩამოვჭოთ, ჰა? შეიძლება მე მეშვიდე. როგორ შეიძლება? ჩემ ხელში არა, მაგრატელი. მეშვიდე შეიძლება. მეშვიდე გავაკეთო, რა პრობლემაა? არ არის პრობლემა არა ის. გავაკეთოთ შენს წინ ვინც იყო, იმან დაიკლო ზუსტად 702 კილო. დიახ. 702 კილო და ეხლა არის ჩიტივით. მართლა? დიახ, ჩიტივით. აუ რა, მაგრამ კარგად არის ჩიტივით, არის კარგად. გაფრინდა უკვე, ზეცაშია უკვე ის. ჩიტივით არის თავიდან საპენგზე მყავდა. ერთი მუჭი საპენგი ყოფილი და ორი თვე. მე გაფრინდა ზეცაში ახლა ჩიტივით. ძალიან და ვასვექიმა, რა ჯდება ბარიატრიის? ბარიატრიის ჯდება 15000 ევრო. აუ ევრო 15000. ოჯახში დაილაპარაკე, თუ არის საშუალება ამისი, მე მყავს განმადებაც არის გვერდის ოთახში, შეიძლება განმადება. უფრო იაფიანი ოპერაცია რა შეიძლება? უფრო მაგაზა იაფიანი 10020 ლარში გაგიკეთებ. და ეს 20 რა? 10000 მემჩება. დიახ. მემჩება და ბარიატრიის დროს ხოვთებ იქ საღლაპავი იჭრება და გოფრის ფული. გოფრი რაც დაждდება 20 ლარი ღირს ელიავაზე მეტია. ეს გოფრი რო ჩავაყენოთ. ბოდიში 10023 ლარი. 3 ლარი პარკინგს უნდა მიწე ელიავ ეს გოფრი ვიღაცა ხომ გამიტანა. კარგი, ვაში შევთანხმდით. კარგად. შოკას მომიკითხე. აუცილებლად. თუ მოიფიქრებს კიდე რამე გადაკეთებას აქავა. თავარი არ დააგვიანოს. ეგ აგვიანებს ხოლმე ოპერაცია. აუცილებლად. დიდი მადლობა. საცობში ვარ და ვერ მომდივარ, აი ეგ პილები არ გავაჭერდა. ჩვენც მოგიკითხე. აუ მეც მინდა ეს გოფრი მინდა მეც ეს გოფრი. გოგო, არ გადამრიო, რა გოფრი, ა? გამარჯობა. გაუმარჯოს. მოდი. გამარჯობა. ასე იქნებ ბოდიში. აი ეს ჩემი პაციენტი იყო მე გამარჯობა. უკმაყოფილო ვარ თქვენით. უკმაყოფილო რატო? არავინ არა უკმაყოფილო თქვენ რატო? აი 6 თვის წინ გაიკეთა ოპერაცია და შეხედით საერთოდ არ დაკლებულა რა. აიმე, მაგიჯებს აქიმო. მოიცა კაცო, თქვენ მეუღლეს მე როგორც მახსოვს თიაქარის ოპერაცია გავუკეთე. თიაქარი იყო. მაგიტო დაждდა ასე იაფი? კი, მაგიტო დაждდა მასა იყო. მეთქი რაღაცა პროგრამაში მოვხდი. არა, ჩვენ ახალი კომპიუტერი. მაშინ ეხა გავაკეთოთ. აუ წამოდი რა ეხლა გავაკეთე, შენ ნორმალური ხარ საერთოდ, მე ძალიან მევასება ჩემი თავი რა. შემომხედე როგორი ელასტიური ვარ. ახლა ვაფშე დები შემზია. ალე, ჰოპ. მე თვერქებს ვინგიცეკვებს ტერო. და საერთოდ არ მეწუხებს მე ჩემი წონა. გოგო მე მაწუხებს, მე მაწუხებს. ჯერეთი ერთად რო დავდივარ, დეიდა ჩემი გონია ყველას. და ხამით ამძინა, ერთი თვეს საერთოდ არ დამიძინია. იმიტომ რომ მეშინია რომ არ შემჭამოს ღამით, რა ვიცი რომ ჩამეძინოს. რაიმე, დაიკიდე მოგეშვება, შენ კიდე ნაკჭის ვერ გავიგე რა. ძალიან ძვირი დაგიჟდება. აუ ძალიან ძერ კი ბირკენშტოკები გამოწერე და ძალიან მაგარი ადაშავე, ძალიან მოხდება ერთმანეს რა. მე რავი, მაგარი მევასება იმენა რა. ბირკენ როგორ ბოდიში რაო? ბირკენშტოკები. ბირკენშტოკები. ხო, ძალიან საკაიფები, ნახე როგორ ფერია. ხო, ძალიან მომიხდება. ძალიან საკაიფოა იმენა. ანუ უსმენ, გავაკეთოთ რა. ძვირი დაგიჟდებათ რა, იმიტომ რომ ფაქტიურად 100,000 მაინც დაგიჟდება. 100,000 რა ამბავია? იმიტომ რომ ძალიან არის, რა ვქნა, აქ ერთი კუჭზე არა, ახლა აქ მინიმუმ 6 კუჭი მაინც ეკნება. იქ ჩაი გადაკეთება უნდა, გადმოკეთება უნდა, აი რა ვიცი, პრობლემაა თორე. ბიჭო, ყველაფერს თავი დავანა, მოგწონ შენი თავი, სარკეში რო იხედები, მოგწონ შენი თავი. ალები ძალიან მევასება ჩემი სახე, ძალიან. ხო, იმიტომ რომ მარტო სახე ეტევა იმ სარკეში და მეც ვერაფერს ვერ ხედავ. სახე და თუ ჩემი კაი გავს, ხო? აუ, აი ცეთი რა. აუ, ნახე, ჩემს აი ეს ადიდასი არ გევასება შენ. მე მაგარ მევასება და მე ძალიან საკაიფო, მე ძალიან დამოკვდება. ხო, მოდი, იყოს გადავიხდი რა, რამდენიც იყო. რა. აუ, საჭმესუნი ის დო, გეხვეწებით, გაანიავეთ, ფანჯრები გააკეთ, რა გეხვეწებით. არა და ვეუნებოდი ვატყოსო, დავხუროთ ის საბრუკე, დავხუროთ. მაინც არ დახურა. ცია, აუ, გეხვეწებით. კი ბატონო. ერთი წამი. გაანიავეთ, ფანჯრები. ფუნთუშები არის გვერდზე. გვერდზე არის ფუნთუშები. არა, მან შუშისეხია გვერდზე. მინდა ნამდვილად. აი ვეუბნებოდი ჩვენ დაფუძნებელს, ბატონო, დავხუროთ ეს აფუნთუშე, დავხუროთ, არ დახურა. ალბათ. მაგემრიელი ფუნთუშები.
გოგო, გიხოცები, შეხედე როგორ ადამიანს არ გაუკეთეს ოპერაცია და ადექი რა, გიხოცები რა. აი, მოდი, წავედი რა, ადექი რა, გიხოცები, მომზადი. არა, ვიყავ. არა, ისე ადექი რა, გიხოცები რა. არ მინდა. სიმართლე გითხრათ, ეხლა თქვენი სახელი გალბატონო? ანი. ძალიან ლამაზი მეუღლე ყავთ, გამოგიტყდები და საერთოდ მე მგონი არაა საჭირო, მე თუ გითხავთ. არ არის საჭირო, საერთოდ ბარიატრი არ არის, იმიტომ რომ ცოტა ხონდა ხელში რაღაც ხო. მოდი შეხიტავ, რა თქვი რა. რა ხელში? ცოტა ხელში რომ ხალი მაინც რომ ესა რა ჩემ ცოლზე ამბობთ ეხლა ცოტა ზოგადად ვამბობ ზოგადად ხა მე კაცი რას გულისხმობთ ერთი წამი ეხლა რომ ზოგადად ხელში რა იგულისხმოთ ეკიმო ძალიან რა ვიგულისხმე რომ ხალია და ხო ანუ რას გულისხმობენ კაცები ზოგადად ამ დროს ცოტა ხელშის ძალიან მაინტერესებს კაცები რას გულისხმობენ არ ვიცი მაგრამ კაი ტრაკი აქვს ანუ ტრაკის გამოგინდა რომ ჩემ ცოლს ოპერაცია გაუკეთო არა მაგაზე არ არის ერთი რა გინდა გოგო ანუ ეკიმო თქვენ რას ამბობთ რომ საოპერაციოში გინდა და გააშიშვლოთ ჩემი ცოლი არა ბატონო მაგაზე არა თქვენ ხო ქეშადი ხთით ქეშადი არ ვიცი საერთოდ არ უყურებ ისე გაუკეთებ ოპერაციას საერთოდ არ შეგვიძლია ტრაკზე პალები დავხუჭავ გული გადამიხადე და შენც გაგიკეთებ ოპერაციას ავიტან შენ ტრაკსაც უყურებ თვალებს დავხუჭავ გამოდი ახლა არ ვიხდი არაფერს გამოდი ჩემი ნომერი ჩავიწერ კაზინოს დაცვას დედამ მიაკითხა. ხო გაუშვეს სამსახურიდან, ხო იცი? ვახო გაუშვეს რატო? მაგას ხელფასი ხომ მოუმატეს. მოუმატეს, ბიჭო, 600 ლარი გაუხადეს ტიპს ხელფასი და ადგა და წავიდა. 600 ლარი ხომ ტიპს ხელფასი და წავიდა, ბიჭო. ეუნები ძმა რა. ხალხი რა დღეშია. რა რთული სამსახური ეს არის? ვინმე შემოვა, პირადობას გამოართმე, რავი, გაჭხრეკ. ამი განოსაწინააღმდეგო არ ქონდა და რავი, თუნდაც თუ მოიქცევა კაზინოში გაუშვებ რა. მოდა 600 ლარი გაუხადეს ტიპს და არ გადაობს, მაოჩე. მაგრამ არის ნერვიულო უფროს დაურეკია. და ვიღაცა ახალი უნდა მოვიდეს, ახლა წუთი. ესე იგი სუბუქი დღე გვაქვს დღეს, ხო იცი? სუბუქი რატო? ბიჭო, ახლები მაგარი როჟები არიან რა, ხო მოვა და მედი ძმაო იქ რამე ხო 100 აჯიმანია გააკეთე, ყავას მოადუღებნი, მოგიდუღებს და იმენა. მაგარ კონჩი. ახლები მაგრად მევასებია ხო აღარა ჩემი თავი მახსენდება იმენა. ბიჭებს გაუმარჯოს. ხო, გაუმარჯოს. გიორგი ჩემი სახელი. მე ახალი თანამშრომელი ვარ, რა თქვენი აქ ვიწყებ მუშაობას. გაიხარე, სასიამოვნოა თქვენი. საიდანვე იყვანე, შენ რომელი ობიექტია? არა, ძმაო, მე მსგავს რაღაცაში არ მიმუშავე. პირველი დღეა ჩემთვის რა, მსგავს სამსახურში რა. ბიჭო, არა, მაგარ ჯანზე ხარ და მაგ კონჩი. გაიხარე. ეს რას მიდა რა. გენაცვალე ჯიგრები ხარ, ძმაო, მიხარია თქვენ და გავლი. არა, ძმაო, მე ჯარში არ ყოფილი ვარ, არ წავედი ჯარში. რატო დაგბრაკეს თუ რა ხდება? არა, რა დამბრაკეს, უბრალოდ დედაჩემმა გადაწყვიტა, რომ იმენა ჯარისთვის არ მემეტებია და ხო ხტები რა, იმენა დედაჩემ არ გამიშვა და მეთქი ბაზარია რა და არ წავედი რა, იმენა ჯარში ნამყოფი არა ვარ. სააღო დედა სააღო. ბიჭო, ეს აბა ეს კურსები არც კურსები არ გაგივლია, სადმე არის სპეც კურსები რამე. არა, კი, კურსები როგორია, სპეც კურსები გავიარე, გაკრას იქა, ძამუკაშვილის 17 ნომერში. ზამუკაშვილის 17 ნომერში, ბან შუს ქვედანაყოფია? სპეცებია თუ რა? არა, ძმაო, არანაირი ის არ არის. მე განსაკუთრებული მომზადება გავიარე რა. კაი, ერთი სიტყვით ახლა მითხარით, აქ რა უნდა ვქნათ, როგორ უნდა ვიმუშაოთ, ანუ რა უნდა გავაკეთო? მიდი. კი ბატონო, რა ვაიდე. მოკეთ რა ხდება ახლა ჩემო ძმაო? რა პირველ რიგში ვინც შემოვა, პირადობას ართმევ დახედავ რა, ხო ხტები რომელია სრულწლოვანი, არასრულწლოვანი. ხო, კი, როგორ არა, რა თუნდა, კი. ხო, უნდა გაჭრიკო ძმაო, რამე კანონსაწინააღმდეგო ხო არა აქ. მე აპარატებთან რო შევა, ნახე ძალიან ბევრი აპარატები დგას რა. რამე ძალიან არ დაარტყას, არ გატეხოს, ან გააფუჭოს რა. თუ მაგაზე დაიჭირე, იმენა გაუშვებ და წადით ხო რა. მოიცა, თუ რამე გააფუჭოს, გაუშვებ და რა გაუშვებ და წადი, იმათ თუ სისხლი არ ვარდინე, ბიჭო. თავი თუ არ დაარტყევინე აპარატზე, ისე რანაირად მაგაუშვებ, ბიჭო. ცოტა რაღაცა ბრაზი მაქვს დაგროვილი და მინდა რომ აქ დავხარჯო, რაღაცა ეგეც ვეძებ, ბიჭო, ხო უნდა დაშალო ძვლებში. იმან რომ რაღაცა გამიფუჭო სამსახურში, ბიჭო, ის უნდა დაანგრიო, აბა. არა, ძმაო, არა, ეგეთი არა? არა, შენ სპეცრაზმიდან მეცნობის და მე ნაცნობის ახი. არა, ძმაო, სპეცრაზმი ერთო ვაფშე მეხვეწებოდა რომ ჩვენთან მოდიოდა, ჩვენთან იმუშავე გიომოდი, მაგრამ იმენა უარი უთხარი, მე ცოტა უფრო რაღაცა ბიჭო, აგრესიული ის მინდა გამიგე რომ აპატიშო დაიწრებ იმენა, დავაი და ურტყა იმენა აქ ბიჭო, რამე რო გამიფუჭოს ვიღაცამ, შენ ძმობას ფიცავარ, არ ვიცი, მოისე მაგარია, პირველი დღეა რაღაცა, მაგრამ თავარია არის. არა, ნერვიულობით არ ნერვიულობ, მაგრამ მაინც ხმხვდები რა. გარჯანზე ხარ, უარ გადა. მოდი ბიჭო, შენ აქ, მოდი, დავაი პირადობა დროზე. პირადობა მაჩვენე დროზე.
ეგ არის კი რამე კანონსაწინააღმდეგო ხელები გაშავლეთ დროზე რომ გეუბნები რამე ხო არა ბიჭო გავა შევიდა სუფთა დროზე ბოდიში რა ახალი მყავს რა ბოდიში რა ბოდიში ბიჭო ხო უნდა შეამოწმო არა ჩემოძო მომისმინე ესენი გვაჭმევენ პურს ჩათვალე ჩვენ ესენი გვიხდიან რა ამიტომ ეგეთი ძალადობრივი ხერხები არ გინდა გეხვეწები რა ეს პროსი პირადობა შეუმოწმე შეუ არ უნდა რა ეს რაღაცა და აი ხო ვეცდე კარგი შენობა არა მომწონს იცით თვითონ გარედან ვიზუალი ძალიან კარგია გათბობა თუ არის ცენტრალური გათბობა არის მთლიანად შვილო შენობაში გასაგებია შესასვლელი საით არის აქეთ კი მე თვითონ გავაკი 4 ხო არა გამსამე ცოტა ხანი რომ შევიდე ორი საათი დარჩა ძმა შესვენებამდე ისე ვერ შეხვდები რატო ვახჩენი არაფერი კაი არაფერი პირდაპირ კი ბატონო მე თვითონ შევალ აქეთ არა აქეთ არ უი აქეთ გამარჯობა ქალბატონო გამარჯობა რა ხდება პირადობა რო წარმოვადგინოთ არაფერი დაცვის თანამშრომელი არა რა პირადობა ეხლა პირადობა რა თმინდა ჩემ გიორგისთან ვარ მოსული და თუ შეიძლება რომ ბავშვი ვნახო რა თქვენი სახელი ვარლამი მეგობარი ვარლამი ძალიან კარგი ხო გიორგი დედიკო აუ დე რამდენჯერ გითხარი ყავში ბავშვი მე ძახი მეთქი ხომ მომჭერი უკვე თავი ბიჭებთანა ვაიმე როგორ კაცოფსო ვინალიო ჩემი ბუთკუჩაო დაიწყავშავაო გენაჩვალი უჭაცლებიო დედიკოსიო რაშვები როგორ ხარ დედა გეხვეწები მწხვენია ხო გთხოვე დედა გეხვეწები მწხვენიაო დედა მაჩვენე თბილად ხო გაჩიაო ხო არ გავდე დედა პირველი დღეა სამსახურში სიცხვილია კაი გიო ხო ძმა დედა შენია ხო გითხარი ახლები მაგრები არიან ბიჭო ი დედა ჩემია ძმაო და მე რო გითხარი მომზადების კურსი ზამუკაშვილი 17 ჩემი მისამართია ეგ ძმაო დედა ჩემთან გავიარე გადამზადების კურსი ანუ შენ იწყებ სამსახურს თუ დედა შენი უნდა ვიყვანოს დედიკო რა მაინტერესებს მაჩვენე ხელები გათბობა არის აქ აცელი არა არ თბილა შვილო იმიტომ რომ მაჩვენე სხვილის წვერი მაჩვენე გაყინულია არა დედა ხო არ არის სიცივე ხო არა დედა არა რეიტოზე უნდა აუ დედა გეხვეწები დამანები ხა თავი არა დედა ხო შეპიდი მუშაობა თუ დაიწყებ რეიტოზე აღარ ჩაგაციო ნუნერო მიდი მოგეკარე დედა სირცხვი არა დედა ვერ ჩავიწმე ვარ დამანები ჩაიცე და ამოიცვი ეგრევე მოგეკარე ხო გამაგდები სამსახური და ვერ ჩავიწმე რეიტო სირცხვილია გაჩენდი სიბა დედა გაოფლიანი არა დედა არ მე რო დაკრასნიაო მე გიორგი შვილო ვეღარ იქნები კარგად და წავათება არა დედა არ მაშინ ეს გადაიცვი რა გეხვეწები არ მომწო შარვალი პიჯაკი რაღაცა ბეზრუკაკარო ბროხოს პაზმი არ განვითარდეს ბავშვი სექტოს გაზდილი აი ეს გადაიცვი დედიკო ჩემიო ბანდულა როგორ დაკაცდაო როგორ კაცობსო უკეო დედაციო მიდიო ჩემიო მიდი რა ისიც გაიხადე რა დედა არა დედა სიცხვილი არ შეიძლება უნდა მეცვას გამაგდებენ გიო ერთი წუთით რა ბიჭო ისე რა არის გიო რა თბილად იქნები კაია ეგ კი არა უფროს ვეტყვით ეხა და ეგეთები მოგვიქსოს და ჩვენც პატარა ბიჭები მოგწოვინოს ფორმა იქნება ეგეთი ბავშვი ისე წამოვიდა დილით რომ ვერ ისაუბრა დედა არ შეიძლება კამერები მიყურებენ სირცხვი გაჩერდი დედა კი ხო არ მინდა ერთი რა დედა ერთი რა ხო არა დედა ვერ შევჭამ გამანები ერთი კოვზი დედა კეხვე ერთი მოდი აქ მუშაობაში ხელი ახე მოდი ბიჭი ვარ დროზე პირადობა დროზე პირადობაო რამე ხო არა გაქვს კანონსაწინააღმდეგო ჯიბეში მოდი აქ მაჩვენე ჯიბი გეხვეწები რა კარგად გაჭრიკე გიო აი ესეთია მიდი ერთის პროფესიონალია ბავშვი მაგრამ აი დილით ვერ ისაუზმა ვერაფრით თქვენ ხმარ გინდა არა გეყოფათ არა შესვენებაზე არა ერთის გიო ერთის დედაციო ერთიც დედაციო დედა გიხვეწები აღარ მინდა მეტი ხო დედა შეიძლება გამაგდო სამსახურიდან დედა გამანებე თავი და წადი სახლში დედა მოვჩები მუშაობას და მოვალ მეც კარგი დედიკო და გთხოვ დედი ფისები ქენი? კი, ყველაფერი ქენი. იქით რა ხდება? იქით რულეტკა არის. ხო, სათამაშო აპარატებია და არ შეიძლება დედა არ შეხვდა. მოდი ვნახავ ერთი. არა, დედა აზარტი შეიძლება ჩაგითრიოს, აზარტულია და არ გინდა. შვილო, იმ ფაქტმა ვერ ჩამითლია და ეს აზარტული კაზინო რას ჩამითებს? საით პირდაპირ ხო გენა? კი. კარგი, ეს იმასქენი შეიკარი მიდი. აბა ვნახოთ ერთი რა არის აქეთ. გიო. შენ დილით ყავა უფრო გიყვარს თუ გოგლი მოგლი?
ვაი, ბიჭო. ბიჭო, არა ისე მართლა ხარ არა არის რა. იცი რა მაინტერესებს გიო? შენ ოთახში ძინავს თუ მანეშში თამაში? გასაცილოა? არა, კაი, ეხა მართლა ხუმრობა იქით იყოს, თუ სერიოზულად არ მიიღო რა, უბრალოდ ხო ხვდები. ისე შე ხელფასი რამდენი გითხრას? 400 ლარი მითხრეს თავიდან. 400 ლარი გითხრეს? ხო, ნახე რა ხდება გიო, თვის ბოლოს არის ახლა ჩვენი უფროსის დაბადების დღე რა. ხო და 200 ლარს ვყიდავთ, იმიტომ რომ უფროსის დაბადების დღეზე ახლა ხო ხვდები რა. ხო და ერთ ჩვენ თანამშრომელს ბებია დაეღუპა, 100 ლარს ვყიდავთ და მეორე თანამშრომელს ბიჭი შეეძინა და 200 ლარი უნდა უგრიბოთ რა. მერე? არაფერი 100 ლარი გაქვს უკან მოსატანი. არის სალაპარაკო მოგეცათ. ხო, რა ვიცი. 4ჯერ 0 ზედიზე დაჯდა. აქ რა ხდება რა ამბავია, რაღაცა მახინაციებია, როგორ უნდათ რომ ესე იგი ფულებია ახიო ხალხს რა. დედა, გამაგდები. ხო, არა, 4ჯერ 0, სად გაგონილა შვილი? აქ გაგონილა, დედა, გამაგდები, არ შეიძლება, გეხვეწები, გაჩერდით. ხო, წადი სახში, ხო შეიძლება. აქ დაგელოდები, რომ ეს საძი ამთავრებ შვილო სამსახურს. ნუ 10-მდე ვართ, მაგრამ ახლა გააჩნია რა თუ რაღაცა ისეთი ფაქტი მოხდა, ანუ ვიღაცამ რაღაცა დააზიანა და გამოვიძახეთ. არა, ერთი წუთით რა ათამდე. გვიანობამდე მომისმინე ვახტანგი, ხო თუ რა ქვია შენ? ვარლაბ. რვაზე ბავშვი ცეკვაზე უნდა იყოს უკვე. ამიტომ 7-ზე აქედან უნდა გავიდეთ. ჩუსტები წამოგებული და ცეკვაზე დადიხარ გიო? ფორტეპიანოზეც. ფორტეპიანოზეც? ხო. ვიოლინოზეც ხო არ დადის ხალბატონო? ვაპირებთ. მოდი შენ საქმეს მიხედე. თითქ ხო, დამანები თავი წადი გეხვეწები სახში და გპირდები რომ მოვალ იმ ბურში თლიანად შევჭამ. ოღონ ეხა წადი გეხვეწები. არა, დენანცი კამერებია, დედა. ეთიდაციო, მადუნა, დედაციო. კაი, გელოდები, გავალგელოდები. ცეკვის ჩუსტები ხო დაგწამოღებული. კი, და გამო. 7-ზე უკვე რომ ძათი ელასტიკები, ყველაფერი. კი, დედი. ხო. გიო შენ სოლფეჯიოზე ხო არ ოფლიანობ ხოლმე მაინც? აი ბიჭოე. ხო არ ოფლიანობ დედიკო? არა, ერთი კაი ეხა სერიოზულად რა, მართლა ისე არ მიიღო რა. ბიჭო, აქ სველი ხარ დე. მოდი გამოგიწო. კაი ბიჭო, კაი საქმეს მიხედე. კაი ბიჭო, კირილია დაიწყო თორე მას რა დააწყნარებს მაო. ახლა არის შეხედე. გიო შენ რამდენი წლის ხარ ისე რა? 38-ის. 6 წლის ხარ ჩემზე დიდი ძმაო. ვაი. ვარლა. დიახ. იცე 20 წელი შვილი არ მიჩნდებოდა. და 20 წლის მერე როცა გიორგი შეგვეძინა 6 კილო და 500 72 სანტიმეტრი გაჩნდა. ძლივს წვალებით მეყოლა. ულამაზესი ბავშვი იყო, თეთრი ბუთქუჩა. წვალებით გავზარდე. ამიტომ ჩემო საყვარელო ვარლა. ბავში არ გამიბრაზოთ, თორე დედებს მოგი აი ბატონო, ვაიმე. დედებს მოგი 6 კილო და 20. დედა, დედა დაიგება. 6 კილო და 20, 72 სანტიმეტრი. არა, მოდი, არა, დედა. სმირნა. ხრებში გასწორდი ისი აჭამე ბავშვს. შეუბერე. ჭამე გიო ბოლომდე? კაკი ბიჭი. თავზე ხელი გადაუსვი. ოფლიანი ხო არ არის ბავშვი? არა, ხალბატონო. აი ესე. მოდი ერთი. თან გაამხიარულეთ. ანეკდოტი მომუნები. აი დღეს ჭიჭიკია, ეუბნება ბიჭიკიას.